გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო. ქართული სპორტის და ფეხბურთის გულშემატკივრებო. დღეს ჩემპიონთა ლიგის ორი საინტერესო თამაშია. მერვედფინალში ერთმანეთს ხვდებიან მიუნხენის ბაიერნი და მილანის ინტერი, ხოლო მეორე წყვილში კი ლონდონის არსენალი და მადრიდის რეალი. ჩვენ მეორე წყვილი გვაინტერესებს და იცით ალბათ მიზეზი რატომაც. იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი დაამარცხებს ინგლისის ასტონ ვილას, სწორედ ამ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება ნახევარფინალურ თამაშებში. აქედან გამომდინარე მე გთხოვთ ყველა მოუყუროთ დღევანდელ რეალის თამაშს და წარმოდგენა ვიქონიოთ ჩვენი ხვიჩა კვარაცხელიას მომდევნო შესაძლო მეტოქე გუნდზე. დავიწყოთ ლონდონის არსენალით. ეს გუნდი, როგორც უკვე გავიგეთ, ლონდონის გუნდია, ის დაარსებულია 1888 წელს ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე იარაღის ქარხნის თანამშრომლების მიერ და ამიტომ არსენალს სხვანაირად კანონირებსაც უწოდებენ, ანუ მეტოფეებს. არსენალი 13 გზის ჩემპიონია ინგლისის, მაგრამ მას ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონი ის არასდროს არ ყოფილა. ერთხელ იყო ეს გუნდი ფინალში ჩემპიონთა ლიგისა 2005-2006 წლების სეზონის გათამაშებაში, როცა მას ლეგენდარული ფრანგი მწვრთნელი არსენ ვენგერი წვრთნიდა. არსენ ვენგერმა 22 წლის განმავლობაში უხელმძღვანელა გუნდს და დიდი კვალი დატოვა მის ისტორიაში. დღეს კი ამ გუნდის მწვრთნელი ბასკი, ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი მიკელ არტეტა არის, რომელიც მანამდე პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიში სწორედ მის თანაშემწედ მუშაობდა. ისინი მეგობრები არიან, თამაშის დროინდელი მეგობრები ბარსელონადან და პეპმა მიიწვია მწვრთნელად სწორედ მანჩესტერ სიტიში მიკელი. აქედან გამომდინარე თქვენთვის უკვე გასაგებია, რომ ისინი ერთ კონცეფციას სცემენ პატივს ფეხბურთში. ეს კი დაცვითი კონცეფციაა, უფრო ზუსტად პირველ რიგში და მთავარ ადგილზე მეტოქის ჩანაფიქრებისა და მისი შეტევების უნებელყოფა და შემდეგი თამაშის კონტრშეტევებზე აგება, ასე ვთქვათ. თავდამსხმელებიც კარგი ყავს არსენალს. ცენტრალური თავდამსხმელი აქ არის ისიც ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი მიქელ მორენო, ეგეც ბასკი ფეხბურთელი, ხოლო ვინგერი არის ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ბუკაიო საკა. ორივე ძლიერი ფეხბურთელია, როგორც ვიცით, ორივემ გამოიჩინა თავი ევროპის პირველობაზე ფეხბურთში, რომელშიც საქართველოს ნაკრები გამოდიოდა და ჩვენ დიდი სიამოვნება მოგვანიჭა ამ ჩემპიონატზე გამოსვლით. ეხლა რაც შეეხება მადრიდის რეალს, ვიცით რომ ეს გუნდი მსოფლიოს საუკეთესო გუნდად ითვლება ჯერ კიდევ ჩემი ბავშვობიდან, 50-იანი წლების ბოლოდან და 60-იანი წლების დასაწყისიდან. ეს ლეგენდარული გუნდია და მაგაცი ალბათ ცალკე გადაცემებსაც გავაკეთებ. დღეს კი მინდა გითხრათ მხოლოდ ერთი ფაქტი, რომ მადრიდის რეალი ყველაზე მეტჯერ 15ჯერ იყო ჩემპიონთა თასის მფლობელი
და მისი პირველი მფლობელი 1956 წელს, როცა პირველად გათამაშდა ეს თასი. შემდეგ წლევანდელ გათამაშებას, რაც შეეხება თამაშებს მადრიდის რეალისა, სახარბელო შედეგები არა აქვთ, ისევე როგორც ლონდონის არსენალი, მადრიდის რეალიც თავიანთი ქვეყნის ჩემპიონატებში მიმდინარე გათამაშებაში მეორე ადგილზე იმყოფება ორივე. ბარსელონა 4 ქულით უსწრებს მადრიდის რეალს და წლევანდელ ორივე ელ კლასიკოში დაამარცხა სამეფო გუნდი ბარსელონამ. ელ კლასიკოს უწოდებენ, როგორც ვიცით, ამ ორი დიდი გუნდის ერთმანეთთან შეხვედრას. მადრიდის რეალს ხონერად სამეფო გუნდი ჰქვია, იმიტომ რომ რეალი სიტყვა თვითონ ნიშნავს სამეფოს. ასევე მათ ეძახიან ბლანკოსებს. ბლანკოს ქართულად არის თეთრი და იქიდან გამომდინარე, რომ მადრიდის რეალის სათამაშო ფორმა თეთრი ფერისაა. მიუხედავად იმისა, რომ წელსვდი შედეგები აქვს, ხო, კიდევ ერთი ფაქტი, რომ აი ბოლო თამაში ჩემპიონატისა მადრიდელებმა საკუთარ მოედანზე სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე, როგორც ვიცით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სტადიონზე ბოლო თამაში წააგო ღამურებთან, ასე ეძახიან ვალენსიას, ჩვენი მამარდას გუნდს. და ამაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა მეკარემ. იცით ალბათ, რომ მან ვინისიუს ჟუნიორს 11 მეტრიანი დარტყმა აუღო. მიუხედავად ამისა, მადრიდის რეალი ამ წელში მაინც რასაკვირველია ფავორიტია ამ ორი გუნდის შეხვედრაში, იმიტომ რომ ის ჩემპიონთა ლიგის გუნდია ფაქტიურად რა. როგორც კიდე ცუდად არ უნდა გამოდიოდეს სეზონის განმავლობაში მადრიდის რეალი, ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის მაღალ შედეგს აღწევს და მისთვის მაღალი შედეგი არ არის მეოთხედფინალში მოხვედრა, ნახევარფინალში მოხვედრა და არც ფინალში მოხვედრა სხვათა შორის. მისთვის ერთადერთი მაღალი შედეგი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ასე რომ ნახევარფინალში მეტად საინტერესო თამაშის მოწმენი გავხდებით ალბათ. ეხლა რაც შეეხება პროგნოზს, ჩემი აზრით ყველაზე ლოგიკური შედეგი ერთ-ერთი იქნება ამ მატჩში. მხოლოდ მათთვის, ვინც ფსონის დადებას აპირებს, მე ვურჩევდი, რომ გააკეთონ ფსონი ორივე გაიტანს ამ პოზიციაზე. შეიძლება მეორე ვარიანტიც ორივე გაიტანს და მასთან გაერთიანება პოზიციისა რეალი გავა შემდეგ ეტაპზე. ამ ორი პოზიციის გაერთიანება მე მგონი ყველაზე კარგი ფსონი იქნება. ახლა კი დაგამშვიდობებით ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა მოსმენისათვის, ყურადღებისათვის და იმ დროისათვის, რაც თქვენ მე დამიტყვით. მომავალ შეხვედრამდე, ბედნიერად.